მოგესალმებით. მე გახლავართ შოთა რაინაული, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი. დღეს საუბარი გვექნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთ ძალიან საინტერესო დაავადებაზე, როგორც არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. თვითონ ცნება ძალიან ფართოა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. მოიცავს პრაქტიკულად ყველა ჩივის, რაც შეიძლება ადამიანს აქვს. სამწუხაროდ ძალიან მოიმატა ნაწლავური მდგომარეობის დარღვევებმა, ძალიან მოიმატა იმ ჩივილებმა, რაც უშუალოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან არის დაკავშირებული და ეს ძირითადად განპირობებულია ცხოვრების წესით, სუპერ გადამუშავებული საკვებზე გადასვლის წესით, როდესაც ადამიანს აღენიშნება არამოტივირებული შებერილობა, ყურყური ნაწლავების, სპასტიური ტკივილი, მონელების დარღვევები, როგორც ყაბზობა, ასევე ფაღარათის სხვადასხვა ფორმები. აუცილებელია, რომ დავიწყოთ მისი კვლევა. ხომ არ იმალება აი ამ ფუნქციების დარღვევის უკან, რომელიმე დაავადება დავარქვათ მას სახელი, რათა ამ დაავადებას უფრო ზუსტად უმკურნალოთ. ძირითადად ეს არის ხოლმე ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ეს არის კრონის, არასპეციფიური წყლოვანი კოლიტი, ეზინოფილური გასტროენტეროკოლიტები და კიდევ მრავალი სხვა, ცელიაკია, ფერმენტული უკმარისობა. იმისათვის, რომ ფუნქციური ნაწლავური მდგომარეობა შევაფასოთ და ვიპოვოთ, ხომ არა გვაქვს რომელიმე ორგანულ დაავადებასთან საქმე, რამდენიმე ტესტია მოწოდებული. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის სხვადასხვა სახის სტრუქტურული ცილების გამოკვლევა, რომლებიც ნაწლავების დაავადებების დროს იმატებს. კონკრეტულად არის კალპროტექტინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ლაბორატორიული ტესტირებისთვის. კალპროტექტინები კეთდება განავალში, მიგვითითებს იმ მდგომარეობაზე, რომ არ უნდა ვეძებოთ უკვე ჩამოყალიბებული დაავადება. თუ კალპროტექტინის ტესტი აღმოჩნდა მაღალი, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ანთებითი პროცესებია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს. უმთავრესი სადიაგნოსტიკო ღირებულება მაინც აქვს კალპროტექტინს. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ტესტებით ჩვენ გამოვალენთ, რომ დაგვრჩა მხოლოდ და მხოლოდ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და არ არის ქრონიკული დაავადება, მკურნალობა ტარდება იმის და მიხედვით, თუ რა არის უპირატესი. მკურნალობა უნდა წარმართოთ ისეთნაირად, რომ მოვაწესრიგოთ ნაწლავის შიდა ფლორა, მოვაწესრიგოთ ნაწლავების მოძრაობა, რითაც უნდა შევინარჩუნოთ ან აღვადგინოთ მიკრობული გარემო, რაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ყველას გისურვებთ წარმატებას.